თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით მაყურებლებო, ვინ ჩვენ გადაცემებს უყურებთ. ჩვენი უკვე რამდენიმე ეპიზოდი გავიდა ხონი სათემო რადიოს გადაცემებიდან. ჩვენ ვსაუბრობთ და სტუმრად ხშირად მოვყავს ის წარმატებული ადამიანები და საინტერესო ადამიანები, რომელთა ცხოვრება არა მარტო გვაინტერესებს, რომელთა გავლენის გზა არა მარტო ინტერესით ზოგადად, ადამიანები, ვინც შეიძლება სამაგალითო გახდნენ და მათი кейსები, ეგრეთწოდებული кейსები პირიქით გამოსადეგარიც კი გახდეს სხვებისთვის, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის. ბევრი საინტერესო ადამიანი გვყავდა ამ გადაცემაში, ბევრ საინტერესო ადამიანს აწიც მოვიწევთ ყოველთვის, ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო თქვენთვის, ხოლო ამჯერად კი მინდა ქალბატონი ირინე ბალავაძე წარმატგინო თქვენ წინაშე, არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც ბევრი რაღაცის გამო არის საინტერესო და ბევრი ნიშნის გამო მოვიწვიეთ თქვენთან. უპირველეს ყოვლისა, ქალბატონი ირინეს ცნობილია თავისი გარემოსადმი სიყვარულით, თავისი სიცოცხლისადმი სიყვარული, ბიოლოგიისადმი სიყვარული, ყვავილებისადმი სიყვარული, როგორი ბაღი და ბაღნარი აქვს მოწყობილი, თავისი სახლში რაღაც საოცრება, სატელევიზიო ფილმიც კი მომზადდა ამის შესახებ და მე ალბათ ეს ფილმიც მალე ნახავს დღის სინათლეს და სექტემბერში კი ბატონო ნახავს მაყურებელი ამ ფილმს და პირველ რიგში ქალბატონი ირინესთან მინდა რომ გავიცნოთ ქალბატონი ირინე, გაგვეცანით ქალბატონი ირინე თქვენი ოჯახი, თქვენი ოჯახის წევრები და მერე დავიწყოთ უფრო ადრიდან. მადლობა მოწვევისათვის, მადლობა მსმენელებს. და პირველ რიგში მაგით მეც აუცილებლად უნდა გითხრათ ეგ ფაქტი, რომ ძალიან აქტიური ადამიანები ბრძანდებით, ყველაფერს ვასწრებთ და ვისურვებდი, რომ საქართველოში მრავალი იყოს თქვენნაირი და ჩვენ აღარ გაგვიჭირდებოდა ასე საკითხი. დიდი მადლობა ქალბატონი. მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ. ჩვენი ოჯახი არის შედგება 4 წევრისაგან, მყავს 2 შვილი, ეხლა ამჟამად ცხოვრობ ხონში და ხონიდან ვკავშირდები სამყაროს ყველა წერტილს, რაც მე ჩემ ოჯახს ჭირდება და რაც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ როგორც ვიცით, ქუთაისელი ხარ წარმოშობით? მე წარმოშობით ქუთაისელი ვარ. შობლები ქუთაისში ცხოვრობენ. შობლები ქუთაისლები არიან. დედა ცოცხალი არის, მამა რას რა მაგარია. რამდენი წლის არის დედა? 99 წლის არის, 90-ის გახდება ეხლა. ისი ძალიან სიცოცხლის მოყვარე და ბუნების სიყვარული თითქმის ბებიიდან მოგვდევს ეს ჩვენ ყველაფერი, გურული ბებია მყავდა და მეც იქვისდებოდი ბავშვობაში, ყოველი ზაფხული იყო გურიაში ჩვენთვის დღესასწაულით იყო ეგა. და აქაც ხონი ახლა კლიმატით არ გავს გურიას, მაგრამ ხონის სეზონი უნდა დავამგანო გურიას და რამდენადაც გავს, ალბათ თქვენც ნახეთ და კი ბატონო, მე ნახე და უნდა უთხრა მაყურებელს, რომ ქალბატონი ირინეს აქ ერთ-ერთი საუკეთესო ეზო ხონში კი არა, შეიძლება ვთქვა საქართველოში. ხო და მართლა თუ კი ამ ჩვენი გადაცემის დროს ეს ფილმი რომელიც მოამზადა ბატონმა გია ჯაჯანიძემ თავისი გადაცემის დაინტერესა თქვენი ბაღით მომზადდა აუცილებლად ამ გადაცემასთან ერთად ამ ფილმსაც შევთავაზებ თუ მაგდროს დაემთხვა ეთერში გასვლა ხო თუ კიდევ რომ მანამდე უბრალოდ კოლეგიალობის გამო ვერ მიცემ თავს უფლებას თორე შემეძლო დაუშვათ ჩვენ ცალკე მოგვემზადებია მაგრამ როდესაც ეს გავა ეს ფილმი აუცილებლად ამ გადაცემასთან ერთად მინდა რომ ეს ფილმიც უჩვენოთ ჩვენს მსმენელებს. ქალბატონო ირინა, თქვენ ხართ მაგალითი იმისა, როცა ადამიანს შეეძლო სხვაგან უფრო კარგად ყოფილიყო და იყავით კიდეც, ვიცი რომ ცხოვრობთ მოსკოვში,
და ეხლა ცხოვრობ პრინციპში მოსკოვში და შვილები იქ არიან საკმაოდ შთამბეჭდა სამსახურებში და თანამდებობებზე როგორც ვიცი, მაგრამ დაბრუნდით ხონში. აი რატო მოხდა ეს ასე? რა აქვს ამ ხონს ამნაირი რომ რატო დაბრუნდით და რატო მაგალითად რა ვიცი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქიდან სადაც ნამდვილად არ გიჭირდათ არც თქვენ აი ჩამოხვედით ხონში დაიწყეთ ხელახლა ცხოვრება. ამაზეც მოგვიხილეთ. დიახ, საქმე იცით რაში არის? ჩვენი საქართველო არის. ჩვენ ყოველთვის ვინც წასულიათ ემიგრაციაში, ყველა მიცის როგორ გვიყვარს აქეთ დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს არის უზარმაზარი ქალაქი, ძალიან კომფორტული, მაგრამ კომფორტულად ცხოვრება ჩვენ საქართველოშიც შეიძლება. და როცა მე მომიცა იმის საშუალება, რომ წამოსული ხონი ეს არის ჩემი მეუღლის წინაპრები ცხოვრობდნენ აქ. და სანამ ჩვენ წავიდოდით საცხოვრებლად, მანამდე ჩვენ აქ სახლი ავაშენეთ, იმიტომ რომ თბილისში ცხოვრობდით და თბილისი ძალიან ახლა ქუთაისში გაზრდილისათვის თბილისი უფრო ცხელი არის კლიმატი და დასავლეთში 3 თვე რო ყოფილიყავით აშენდა ეს სახლი. მაგრამ 90-იან წლებში მოგვიწია წასვლა, როგორც კი ჩემი შვილები ფერზე დადგნენ, მე დაბრუნდი ამ ჩემ ხონში, სადაც მინდოდა გამეკეთებინა ის ევროპა, რომელიც ჩვენ დასასვენებლად დავდივდით და ძალიან მოგწონდა. რა მაგარია. იგივე კლიმატი არის თქვენ. პატარა ევროპა შემოიტანეთ ხონში. და მინდოდა რომ ჩემი ეზო ასე განამაზებული იყო, დამგვანებოდა ევროპას, ყოფილიყო კომფორტული, როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი სტუმრებისათვის. და მადლობა რომ ყველა კომფორტულად გრძნობს აქ თავს. ასეთი არის ჩვენი ხონის ისტორია და პლუს ძალიან გვინდოდა და ჩვენ ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარა ბატონი ოთარ ჯაფარიძე, რომ პროექტი გქონდა ეგეთი, რომ ხონი გაგველამაზებინა ძალიან და ვალამაზებთ კიდეც და დავგით უამრავი ბუჩქი, ყვავილი, მცენარე. ეს სად? ხონში და ხონში ზოგადად და ამიტკის არ შეიტყო. არა, ჩემი ეზო და წამოვიღეთ ხონში. ოჩა. მაგრამ თუ შეიძლება მიმართვა მქონდეს ცხოვრებლებისთვის, აუცილებლად. ქალაქში ნუ გამოუშვებენ საქონელს, ცოტა საქონელი ანადგურებს რა. კი ბატონო. ხო ცოტა ეს ალბათ ძალიან ჟღერს, მაგრამ საქონლის პრობლემა მე მგონი მთელ საქართველოში არის, ალბათ ვიცი. თბილისში შეიძლება შეხვდეს საქონელი და ქუთაისშიც ქუჩებში. არის სამწუხაროდ ეგ არის და ეხლა ზღვისკენ რომ მივდივართ ნახეთ გზაზე როგორ გამოდიან ცხენებიც, სხვა საქონელიც და მე მგონი ეს რაღაც უნდა მიხედოს ამან. კი ბატონო. უნდა იყოს ეს საკითხი მოგვარებული. თქვენ თქვით რომ ევროპაში მინახავს ასეთი ეზოები, მეც მინახავს, ნუ ავსტრიაში მინახავს, გერმანიაში სოფლები თვითონ და სახლე. ხო სოფლები არ არის. ხო, ყველგან იტალია, ესპანეთი, აი რა პორტუგალია, ყველგან აბსოლუტურად ევროპაში. ყველა საფრანგეთი, აი ნებისმიერ ბალტიისპირეთი აიღეთ უკიდე ისეთი ცივი ბალტიისპირეთი. პოლონეთში, ყველა აივანზე. ყველა ეზოში, ყველა იმაში, ყველგან ყვავილია, ყველგან მცენარეა, ყველგან ხეა. მაგათი დილა იწყება მორწყვით. მორწყვით და სპეციალური მაღაზიები, მიწები, ხიდება სპეციალური სხვადასხვა სასუქით გაჯერებული. ეხლა ჩვენთანაც დაიწყო ეს კულტურა, ხო ახლა ძალიან სასაცილო ჯგერდა, ადრე მიწა რო გეყიდა საქართველოში ყვავილისთვის. ყვავილის ნერგი გეყიდა. ეხლა უკვე ძალიან სერიოზულად წავიდა ამაზე. ხო, რომ ძალიან მაგარია. ევროპაში, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე დაიწყეს ჩვენთანაც და მისასალ და ევროპელებს რაღაც ეს აქვთ სისხლში. თითქოს ამით იბადებიან, რომ სილამაზე, სიკოხტა, ეს ყველაფერი ყველას ჰქონდეს თავის ან აივანზე, ან ბალკონზე, აივანზე, ან ეზოებში. იგენაცა. და ჩვენთანაც არიან ბევრი, მაგრამ ვისურვებდი თვითეული ჩვენგანი ასე იყოს. თითოეულმა ჩვენგანმა რომ მოაწესრიგოს თავისი ეზო. უკვე ქვეყანა იქნება ლამაზი, კი ბატონო. ეს პატარა ქვეყანა ბაღი გახდება. კი ბატონო. დიდი ბაღი და მე ყოველთვის მოუწოდებ ჩვენ. ამერიკაში გათვალისწინებები ჩვენ ხშირად
ვინც თავის სახლის წინ ეზოში და ტროტუარზე არ გათოვი ჯარიმა დიახ, რა თქმა უნდა. ეგ კულტურაც უნდა შემოვიღოთ, რომ ჩვენ თვითონ ხო, დაველოდოთ, ოდესაც დაგვიღავს მთავრობა ყვავილს, დარგე შენ თვითონ. დაველოდებით ჩვენ თვითონ. დავგოთ, კი ბატონო. და ჩვენ თვითონ მოვაკწესებოთ ჩვენს წინდებარე არხები, რომელიც შემდეგ იტბორება და სავალალო შედეგები არის. მოვაწესრიგოთ, უნდა ვტოვებთ ნაგავს, ამაზე ლაპარაკობს რა. კი ბატონო, მარტო ესთეტიკა ხო არ არის ეს ყვავილი და ეს ბუჩქი და ეს ხე ხო რამ ხელა სიკეთეა და რამდენ რამეს გვაძლევს გამწვანება, ზოგადად წვანე ზოლი, რეკრეაციული ისა. ყველგან ეს იგი ევროპაში და თქვენ ხშირად დაგვიხვდებით, რომ ყველგან დიდი ხე არის დარგული ყველა ეზოში. აუცილებლად. ეს არის ან ცაცხვი, ან სხვა კოპიტი, სხვადასხვა ბევრი ჯიშის ხეები ირღვება, ეს არის სიძლიერის ნიშანი, ეს არის მოტივაცია, რომ ვიყოთ ძლიერები, ფხიზლები და შევქმნათ სილამაზე და ეკოლოგია. კი ბატონო, აუცილებლად. აუცილებლად. ქალბატონო, გვიანბეთ რა გავლენას ახდენს ყოველდღიურობაზე თქვენი ოჯახი თქვენთვის? ჩემი ოჯახი გავლენას ახდენს, ან მე ვახდენ მათზე, ყველა ჩვენ ერთმანეთზე ვახდენთ გავლენას. საინტერესოა კითხვა რომ შეგეგვინებთ, ძალიან მომეწონა. თქვენ რა გავლენას ახდენთ კი ბატონო ოჯახზე? ყველა და საერთოდ ჩვენი ოჯახის დევიზი არის, ყველა ვიყოთ თავისუფალი ჩვენ სივრცეში და ყველას მივცეთ უფლება იაზრუნო თავისუფლად და იმოქმედონ თავისუფლად. ეს როგორც იმიტომ რომ მე გავიზარდე, ალბათ ყველა ჩვენგან გაიზარდა კომუნისტების დროს, ძალიან მკაცრად ვიზრდებოდით. და მე ეს არ მოვწონდა და ვთქვი, რომ ჩემი ოჯახი იქნება თავისუფალი. თქვენ არ გიდით მკაცრად შვილებს? არა, მე ძალიან ლიბერალად ვდივი შვილებს და ჩვენ კმაყოფილი ვართ ერთმანეთის. ვერ ვიტყვი ახლა, რომ მე ასეთ ყველა დედას უნდა შვილი გამოვიდეს კარგი სასახელო თავისთვის მაინც კარგი და გამოადგეს ნათესავი იქნება მეგობარი, მეზობელი თუ ახლობელი, მაგრამ აი ეს დევიზი უფრო იმარჯვებს, თავისუფლება მივცეთ ჩვენ შვილებს, ვიდრე ის რაღაც აბსოლუტურად გეთანხმებით, მომთხოვოთ რაღაც ჩვენი ისინი აზროვნება და შეუსყუდოთ მათ მოქმედების ჩვენც ვიმართებთ ამით ცხოვრებას, ამას კი ვერ ვხვდებით ახლა. ჩაჭიდებული როცა ხარ შენ შვილს და გონი ამით კარგს აკეთებ. შენ მაშინ ჩვენ მათგანაც სწავლობთ ძალიან ბევრს. პატარელი რო არიან და იქედანაც სწავლობთ. აქ გეთანხმები. აბსოლუტურად. მე ხშირად ადრე პოსტის დავწერე ესეთი, რომ არის ასეთი გამოთქვა, რომ შვილი ვერასოდეს გადაიხდის შობლის ამაგს და მეც ასე მგონია და დედა მიდედა იმე გამიკეტა რომ მაგრამ არ არის ეგრე იცი მე ჩემ შვილს ასე არ უყვებ რომ ამაგი უნდა გადაიხადოს მე ისე გამაბედნიერა ჩემმა შვილმა რომ მამად მაგცია შობლად მაგცია კაცად მაგცია ადამიანად მაგცია შემდგარი ვარ რომ შვილი მყავს რომ იმდენ დადებით ენერგიას ვიღებ ჩემი შვილისგან, ჩემი შვილი რომ აზზე არა ისე ვიღებ. მე ისე ვიმუხტები ჩემი შვილისგან, რომელ ამaks ველოდები. კერა მე როდის გადავუხდი ამ სამაგიეროს, ამ სიკეთისთვის, რომ ამდენად გამიკეტა ჩემი. ისმერე თავის შვილებს. რა თქმა უნდა. იმან უნდა იმას რომ მე რა უნდა გადამიხადოს ამან ჩემმა შვილმა, მე თვითონ მივიდა ხო შვილი. ხო ძალიან ხო რა თქმა უნდა, ხო იმიტომ რომ სულ გონია, სულ ისა რა გვია რომ ჩაიჭიდებიან და მე ასე გავზარდე, შენ და თქვენ არ გიდოდათ რომ გაზარდეთ? იმი ძალით გაზარდეთ? რატო გაჩენდით? ხო, ძალით გააჩინეთ, იმიტომ იმით შენ სიამოვნებდა. შენი შვილია და შენ ხარო, მაგრამ შენ შედექი. როგორც დედა, როგორც мама, როგორც მშობელი, როგორც პიროვნება, როგორც ღირსეული. ასე რომ მე იმხელა პატივინცა ჩემმა შვილმა მისი დაბადებით. რა სამაგირო უნდა გადამიხადოს ჩემმა შვილმა? არ ვიცი. რა სამაგირო? გადავხადოს ნიშნი. ხო, დაიმახსოვრე. კი ბატონო, აი ასე როცა აზრობენ გიხდიან და როცა შენოდები ჩამგავჭებული ხარ, ხო, ჩამგავჭებული ხარ რომ არ გაუშვა ძალიან ხშირად დავიწყდებათ რომ მე დედიკოს ბიჭივით ვიყავი 40 წლამდე, მე ძალიან მიეშევდი ოჯახი და ხო და მე სულ შიში მქონდა, იმის რომ ალბათ დედა არასოდეს გამიშვებდა ხელს და როგორც ცოტა მიმაჩნია მოაზროვნე ადამიანი, ამას გამივიცდიდი.
იმიტომ რომ მე ჩემი სივრცე მინდა, ჩემ ცოლთან, ჩემ შვილთან, ისე რომ ჩემი შვილი რო გათხოვდება და მისი სივრცე ექნება მის ქმართან, მე ვეღარ ვიქნები ყველაზე მთავარი ადამიანი. მე მას ვეყვარებ, მაგრამ როგორ ვიქნები თავი მისი შვილი იქნება. ხო, რანაირად ახლა ამ წუთში გიждები და ჩემზე, მაგრამ ჩემი შვილია მთავარი ადამიანი. აუცილებელი იქნებთ, რომ გაიზიაროთ მისი სიხარული. რა თქმა უნდა და არა ისო, ამიტომ კი არ მამთავრებ ჩვენ ურთიერთობას მასთან. პირიქით, ამიტომ არ ვედებით ფეხებში. ამას ვერ ვსწავლობთ საქართველოში. თქვენ ძალიან ლიბერალური ქალი ხართ, თქვენი სიაზროვნე, თქვენ ეს პრობლემა არ გიდგათ და შეიძლება არ გიგვიწევთ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს პრობლემა დგას ყველგან, ჩვენი ირგვლივ. ბევრგან დგას ეს პრობლემა. და მე არის სულ ტკივილი ტანჯვა, ეს ამას ტანჯავს, თავისი სიყვარულით ტანჯავს დედა შვილს, მე შვილს ბორკილებად ადებს დედის ეს სიტყვები, რომ ყურადღებას არ მაგცევ, მე ის აგრესია გადააქვს შვილზე და ადამიანი ეუბნება ღმერთს. ღმერთო რა არის ეს რატო ტანჯავ, რატო ეს ცხოვრება ასეთი და ღმერთი რას პასუხობს? თქვენ გიყვართ თავის გამწარება. კი ბატონო. და გართულებული. იცხოვრეთ გართულებული. კი ბატონო, ხოცა მარტივია ბევრი. ძალიან ბევრად მარტივია. ჩვენ შევქმნით. აბსოლუტურად. ისიც გვიბრუნდება. ამინდიც კი. როცა იტყვი რომ წვიმარი ცუდი, ამინდი არის ცუდი. და რატოა წვიმა ცუდი ამინდი? წვიმა რო არის დაგვიფაროს, ვერაფერ არ მოწვიმოს. ნების საოცრება დღემდე არიციან მეცნიერებს, ხოთაშო საიდან მოდის წვიმა? ჩვენ რო გვასწავლეთ თითქოს ღრუბლიდან, არავითარი ღრუბლიდან წვიმა. ხო, მაგას სხვა კიდე შორს არ ვიმართ. ხო, მაგრამ ბუნება გიზამის ქარსაც, წვიმასაც, მზესაც, ეს სიმხელა ენერგეტიკა რა ხარ, ცუდი ამინდი. ცუდი ამინდი არ არსებობს. შეთვითონ გвит ცუდი ამინდს. ცუდი ამინდი არ არსებობს. ხო, ან კარგი ამინდს. ან წვიმაშიც გაიხასიათებია, მე და კარშიც და თოვლიშიც. და მზეშიც. ყველა დრო მიყვარს. არის ხალხი მაგალითად ნოემბრიდან რო ეწყება დეპრესია, გამოდის მაისში. ამ პირიქით ზოგი არის რომ გაილაღებს ხოლმე ზაფხულში, ან ზოგ პირიქით ამდა ჩემ მე ყველა დრო საჩუქარი. ეს არის ფსიქიკურად ცოტა ალბათ სამკურნალო ხა ასე გრუბად არ ვიტყვი, მაგრამ როცა ამინდი ასე მოქმედებს ადამიანზე, ხო რაღაც კი ბატონო, ცოტათ არის. ემოციები უნდა შეიკავოს. კი ბატონო. კი ბატონო. თქვენ ემოცია ახსენეთ, გაუტონა ერინა. რა არის ემოცია? რამდენად მნიშვნელოვანი ადგილია თქვენთვის ემოციას და ემოციური თუ ხართ? ემოციური ვართ ყველა. კი. ეს არის ისეთი სფერო, ხო, ემოცია, ყველაფერი, სიყვარულის ემოცია, სიზურის ემოცია. ყველაფერი ემოცია. სიტყვა არ იყო ემოცია. კი ბატონო. ყველა ქცევა ემოცია, ხო? ემოცია არის ნეგატიური, პოზიტიური. გაჩნე ჩვენ როგორია, ჩვენი ურთიერთობებიც ემოცია, ჩვენ უახლავს. კი ბატონო. ესიც ემოცია არის. და გაჩნე ამ ემოციას ჩვენ როგორ გამოვიყენებთ. ემოცია უნდა გამოვიყენოთ არა ძალიან ყველაფერი ზედმეტი არაბუნებრივი. კი ბატონო. ამიტომ ჩვენი ემოციები უნდა მოვთხოვოთ და ემოციაც უნდა იყოს ლამაზი. ემოციაც უნდა იყოს მუსიკალური. ხო, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად ასე არაა ხა, თქვენ არ ბრაზდებით? როგორ არა, ბრაზი არის, მაგრამ ჩვენ ახლა იმდენი რამე გავიარეთ ცხოვრებაში. იცით რომ როდის არ გაბრაზდებით, უცებ, როცა თქვენ, თქვენ გაგაბრაზდეთ ადამიანად. თქვენ იმ ადამიანს უნდა უყუროთ ადამიანად. რომ იმ ადამიანს სხვა ცხოვრება აქვს და სხვა ემოციები აქვს და სხვა განვლილი გზა, სხვა კარმას რო ეძახი. კი ბატონო, კი ბატონო. კარმა იგივე ცხოვრება არის, როგორც თქვენი საკუთარი ან ჩემი საკუთარი, ჩვენი წინაპრების. ჩვენ არ ვიცით ეს ყველაფერი და უცებ გავფრაზდებით გული მოკლა. არაფრისიც არ უნდა გავფრაზდეთ. ჩვენ უნდა შევხედოთ ადამიანს, თუ არ ვიცით მისი ცხოვრება, გავითვალისწინოთ. იმას სხვა ცხოვრება. ანუ თქვენ მართავთ ამას ბრაზსაც, მართავთ. რა თქმა უნდა. რა არის იცით? ხო იცი სიყვარული არის ყველაფრის დასაწყისი, დასასრული, თუ ყველაფრის სიყვარულში არის მთელი საიდუმლო ჩადებული. შენ თუ გიყვარს ადამიანი, იმას ყველაფერს პატიობ, რა თქმა უნდა. და იმ ბრაზსაც მე შემიძლია თუ დრო გვაქვს ერთი რამე. კი ბატონო, გვაქვს დრო ჯერ. მე ყვავილები მიყვარს. კი ბატონო. ერთ ქალბატონს მივიტანე ყვავილი. სხვათა შორის ეს ყვავილი რატომ მივიტანე, იცით პატარა? იმიტომ რომ არ ამოვიდა და ის ყვავილი ცოცხალი არსება არის. ისე
გაფრაზდა რომ პატარა მიუტანეს მაგრამ ყვავილი კარგად მრავლდება თუმცა მეც ასე პატარა მომცე სხვათა შორის კარგად მრავლდება ძალიან გაფრაზდა უცებ და ცუდი სიტყვებიც უკადრე მე აბსოლუტურად მივიღე ადამიანი რომელმაც არ იცის როგორ მოვაროს ყვავილს ბოდიში მოუხატე აი ასე დროს ჩირკოპრომიტი უნდა მიმეტანა ან კიდევ იმათ თქოთ არ იცის ყვავილის მოვლა ისი არ უყვარს მე ყველანაირი ყვავილი მიყვარს ამხელაც რომ მიტანენ გავახარეთ იმას და შესაბამისად ადამიანებს არ კარგავთ ამის თქვა გინდა არა ადამიანებს არ კარგო მე ჩვეულებრივად ვარ ხშირად ისინი თვითონ მიდიან ალბათ რაღაც ინტერესებში აღარ მემთხოვით და ემოციურად რომ ახსენეთ უკვე აღარავარ მე გული არ ხდება მაშინ შეიძლება იყოს რაღაცა ნიშნავი ადამიანი ვინც მედის თქვენი ცხოვრებიდან არა გულის დაწყობა არ შეიძლება გულის დაწყობის ცხოვრება არ შეიძლება მე ძალიან აღნიშნული ჩვენი მენდენი რამე გავიარეთ რომ შეიძლება ახალგაზრდობაში შეიძლება ეს დიახ სხვანაირად ჟღერდა სხვანაირად უყურებთ მაგრამ ეხლა არა ბედნიერი თუ ხართ ბედნიერება დიახ ერთ-ერთი ეს არის ერთ-ერთი გრძნობა რომელიც ჩვენზე არის დამოკიდებული ინდა იქნება ბედნიერი არ გინდა არ ან რას დაისახავ ბედნიერებას ხო დიახ მიზანი რა გაქვს ისა ლიმიტი მისი ზოგს უნდა რომ ყველაფერი გქონდეს მაშინ ვერ იქნები ზოგი ცოტათი არის ბედნიერი და ბედნიერი გქონდეს ეს ცუდი არ არის და იბრძვიდე ამის მისაღწევად მე მგონი ეს უფრო საინტერესოა ცხოვრებაში და შემდეგ უკვე ძალიან ბევრი რამე არის რომ დაისახო მიზანი და ამ მიზნისთვის იცხოვრო ძალიან ბევრი რამეა ცხოვრებაში მაგალითად პირადად მე ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ რომ ყოველ დღე შემიძლია რაღაც სილამაზე შევქმნა ყოველ დღე რაღაც კარგი გავუკეთო ვინმეს ან თუნდაც გავუღიმო ან თუნდაც კარგი გამარჯვება უთხრა დილით ადამიანი რომ აბა როგორ დილით ადამიანი კარგი გამარჯვებას გეუბნება როგორ ხასიათზე კარგი რომ და ხანდახან აი დილით სამსახურში რომ მივდივარ და მეტნაკლებად ახალგაზრდა გარკვეული ცნობადობა მაქვს და ეს ადამიანები რომ ესალა მე ხანდახან ხან ხასიათზე ხან ცუდად გეძინა ხან დილის ფრენა სულ არა პირიქით რა ისეთი გამარჯვება უთხრა დაუაროს ჭაჭებში ადამიანს და გაუაროს თესკემში და ძალიან დიდი ძალიან გაფასებ თუ ასეთი ხარ ხო შენი მოწყენა დაიტოვე შენ თვითონ შენ სახლში ადამიანს შევხვდი კარგად იმიტომ რომ იმას გაუხარდა და გინახა გიცინის და შენ სხვათა შორის მოწყენილი გაუარე და კაი არ არის ეს არ შეიძლება არა ზოგიერთი არ ჩიგამჩნევს ხო არ შეიძლება ესე და მე ხანდახან თუ კი ახლა ადამიანი რომელზე მე მოვრუნებულ ვარ და ბოდიში მომიწია წამომიწია რაღაცა საუბარი მასთან რომ მე გამოვაკეთო რაღაც საუბარი და მას განვიცდია რა თქმა უნდა როცა კარგად ვერ შევხვდი ეს კარგატონი მხდება და მე ვთქვი რომ ვეღარც მოგთო და მართლაც ვერ ვიცანი არადა კარგი ურთიერთობები ზოგი ისე მოიმატა თურმე წონაში ანუ მართლა ვერ იცანი ამას მართლა ვერ ვიცანი და მე გამახსენე მე ესა მეთქი ჩემი ბრალია თქვენ რო წონაში მოიმატეთ მეთქი და შეიცვალეთ მეთქი აბსოლუტურად შეცვლილი იყო ადამიანი ხო და აი ახლა ასეთი ახლა ის ამბობს გონია რომ მეხსიერების ბრალია რომ ვერ არის რატო როცა ყვავილებით გავცვალეთ ერთმანეთთან რა ვიცი მიუტანეთ კიდე ხდება ასეთი რამე ამიტომ შევიცვლებით ძალიან კი ბატონო რომ მე მიცნობ ადამიანს მე მგონი ეს მეც მეხება არა თუმცა მე ვცდილობ ახლა ბოლო დროს თქვენი რჩევებითაც ცოტა წონას მივხედავ კამპანინა რა გეგმები გაქვთ უახლოეს პერიოდში რა პროექტები განავითარო რომ საკმაოდ აქტიური ქალბატონი ბრძანდებით თქვენ მე ხედავთ ყველგან ქუთაისში, ხონში, სპექტაკლზე, კონცერტზე, საჯარო შეხვედრებზე, სამოქალაქო აქტივიზმისა და საჭირო ღონისძიებებზე სწავლა-განათლებას იღებთ დღემდე. ხო და არ თაკილობთ ამაზე. კი ბატონო, ხო, მე მინდა უთხრა სადაც რომ ტურიზმის სკოლა, სადაც ჩვენ ვასწავლით ხონის სათემო ცენტრში, კამპანინა გასულ წელს იყო ჩვენი მსმენელი, მაგრამ არა მარტო აქ ბევრგან ხედავთ, ბევრი ისწავლეთ, მაინტერესებს. გაინტერესებს. აი,
ეს რა ენერგიას გაძლევ და რა მაგალითს მიცემთ ამითი მომავალ დიახ, ენერგიას მაძლევს, რა თქმა უნდა და მე ყველასი მადლობელი ვარ ხონის, მადლობელი ვარ ქუთაისის, რომ იქედანაც მე პატიჟები ამ ხოლმე თუ არ გამაგებიდეს მე ხო არ ვიცი რა მიმდინარეობს, ყველასი მადლობელი ხონის განსაკუთრებით მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ეს უნდა აღვნიშნო. მე რაიონში არადროს არ მიცხოვრია. და როცა აქ ჩამოვედი, ჩემი პირველი ბაღია, მაგრამ ხო საზოგადოებაც გვაინტერესებს და პირველი ადამიანი თქვენ არ გზადეთ მარტო თქვენ ყვავილებში ჩაიკეტოთ. დიახ. და პირველი მაინტერესებს, ესე იგი, რაც ბავშვობაში ვერ ვისწავლე, ეხლა ხონში ვსწავლებ ამ ყველაფერს, მაგალითად ხატვაზე ძალიან და დედაჩემი საციკანენი იყო მუსიკაზე. და დრო არჩებოდა, რომ სადღაც სხვაგან კიდე მევლო. და აქ დავიწყე ხატვაზე სიარული და აუცილებლად მინდა აღვნიშნო ბატონი გიორგი ვაშაკიძე, ჩვენი სამხატვრო სკოლის, ხონის სამხატვრო სკოლის დირექტორი, ნამდვილად პიროვნება. ხატა კი. ვისწავლე ბატონმა გიორგიმ, მე მასწავლა ხატვის საიდუმლო ტექნიკა ალბათ, მაგრამ მანამდე ხატავდი? არა, აი საქმე ამაშია, ხატვა მინდოდა და მაინტერესებდა როგორ მე არა ვარ, აი ბუნებრივად რო არიან. მოცემული აქვს ეს ხატვის ნიჭი, ასეთი არ ვარ, მაგრამ გაინტერესებს. მე ახლა ლეონარდოს და ის ნახატებს რო ნახავ, შემდეგ გაინტერესებს, საიდან მოდის ეს ტექნიკა, მე ახლა იმათ კი არ ვედრები, მაგრამ ტექნიკა მაინტერესებს, როგორ იხატება ეს ყველაფერი. და ეს პიროვნება აი 90-იან წლებში რომ იყო ის განუკითხაობა 10 წლის განმავლობაში ის უფასოდ ხელფასის გარეშე ასწავლიდა ბავშვებს. რა მაგარია. ეს არის გიორგი ვაშაკიძე. ოჩა. დიახ, ასეთი პიროვნებები ამშვენებს ხონს და ასეთი პიროვნებები. შემდეგ საოცარი ურთარ ჯაფარიძე, რომელიც ცდილობს მოკლედ ხონი გაალამაზოს რადონეზე და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ალექსანდრე აკუპიძე, რომელიც აი ამ ხალხმა მე დამეხმარნენ ხონში ჩამომეყალიბებინა არასა სამთავრობო ბედნიერი ქალები და ეს და გაეცნოთ ჩემთვის ხომი. ამ ბედნიერ ქალებში ვინ არიან გაწევრიანები? ელისო, ულავა, თამარი, გაწევრიანებლად ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ბედნიერი ქალები არსებობდნენ. სხვასაც მიცეთ ბედნიერი. ანუ აქ ის კი არა რომ თქვენ ხარ ბედნიერი მარტო. ბედნიერება მიცეთ სხვებსაც. მიცეთ ეს ინფორმაცია იქნება, ეს დახმარება იქნება. ყველაფერი მივცეთ ამ ქალებს. და ბოლოს უცებ გაირბინათ რომ აი როცა კარგი რესპონდენტი ხარს. ხო, უცებ გარბის დროა სამწუხაროდ. რას გვეთხოვდით ჩვენი ხონის სათემო ცენტრის ამ რადიო პროექტის შესახებ. ეს რადიო პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ რადიოდან ისმოდეს ეს ხმა, გულისხმობს სოციალურ ამ ჩვენი ვიდეოების დადებას და ხალხმა ნახოს. ახლთან დავიწყეთ ეს პროექტი, ერთი თვეც არ არის. აი რას გვეთხოვდით ამ პროექტის შესახებ? პროექტი რა თქმა უნდა ძალიან კარგია და მე აქედან მინდა პირველ რიგში ამ პროექტიდან გამომდინარე ალბათ მოიწევთ ისეთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ ჩვენ გაგვიზიარებენ თავის გამოცდილებას და მე მინდა მიმართო ახალგაზრდებს, რომ ახალგაზრდებმა დაიწყონ ცხოვრება, აი ცხოვრების ფერხულს მეწახი რაღაცა ამას, რომ და რა იგულისხმება ამაში? ამაში იგულისხმება, აი თქვენ ნანახი გექნებათ და ყველას ინტერნეტში ნანახი გექნება, ბაღში როგორ ასწავლენ ჩინელების, როგორ ასწავლიან ბაღში პატარა ბავშვებს, აი ერთი მაგალითად კენავს ამ პატარა ხელები და ძალიან კარგად. მეორე ქსოვს, მესამე რაღაც ხელობას კიდე სწავლობს, კულინარია, ყველაფერს სწავლობენ. ეხლა მე მაქვს თქვენთან კითხვა. ასეთი ბავშვი დაიკარგება ცხოვრებაში. არ დაიკარგება. ასეთი მოზარდი? ამიტომ თხოვ მოზარდებს, თავიდან მშობლებს, ჩართონ თავიანთი ბავშვები ყოველ აქტიურ ცხოვრებაში ზოგადად. დაეხმარონ მშობელი იქნება, მეზობელი იქნება, ახლობელი იქნება, ყველა იქნება და ისე ჩამოყალიბდებიან ეს ჩვენი ახალგაზრდები ინტელექტუალურ და ჰუმანურ ადამიანებად, რომ თვითონ იქნებიან ძალიან კმაყოფილი და ყველას ნათელი გზები. ქალბატონი ძალიან საინტერესო თქვენთან საუბარი.
რას ამბობ, დიდი მადლობა რომ გამოძებნეთ დრო, მობრძანდით ჩვენთან, რამდენი ხანი გვესაუბრეთ, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი თაობისათვის, ჩემთვის პირადად, არა ახალგაზრდა თაობა და მომავალი თაობა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის და მე ვფიქრობ, რომ საინტერესო დიალოგი შედგა, რაც ცხადია პირველ რიგში, როცა ჟურნალისტი ინტერვიუს აკეთებს, რესპონდენტის დიდ დამსახურება, როცა კარგი ინტერვიუ შედგება. მე კი მინდა რომ ჩვენს მსმენელებს, ჩვენს მაყურებლებს შევახსენო, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ბალავაძე, რომელიც გახლავთ აქტიური ადამიანი, რომელიც დაბრუნდა ხონში, უბრალოდ ჩამოვიდა ხონში და ეწევა აქტიურ ცხოვრებას.